მოგესალმებით ჩემო ჯგუფისებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან, არა აქ მნიშვნელობა როდის ნახავთ, მაშინ ასევე ნახოთ რა ტენდენციები შემოდის და რა საინტერესო ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. ფინანსების, პირადი ურთიერთობების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნახოთ. მაშინ წარმოთქვით საკუთარი სახელი მხოლოდ და ნახოთ რა ენერგიებში ხართ. შეგახსენებთ, რომ საჯაროა და ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის, მაშინ ასე დავიწყოთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები. ფაქტიურად ბევრი თქვენთაგანი ფირფლიდან უნდა აღსდგეს. ეს არის ახალი ენერგიები, ეს არის ახალი სიცოცხლე, ახალი ეტაპი, ახალი ნაბიჯები. არ აქვს მნიშვნელობა ის, რას მიეკუთვნება პირად ურთიერთობებს, ჯანმრთელობის თვალსაზრისით თუ ფინანსების თვალსაზრისით. განვიხილავ თუ ეს არის პირადი ურთიერთობები, რაღაცა ძველი, ძალიან მტკივნეული მთავრდება და ახალ ეტაპზე გადადიხართ. თუ ამას განვიხილავ ფინანსების თვალსაზრისით, შესაძლებელია აბსოლუტურად ახალი შემოსავლის წყარო იყოს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით განვიხილავ, რომ ის რაღაცა ნეგატიური ენერგიების ზეგავლენები, ავადმყოფური განცდები, თუნდაც ავადმყოფობები მიდის და იწყებთ ხელახალ ციკლს თქვენი ცხოვრების. საოცარი ენერგიაა ზოგადად სიკვდილი, არ არის საშიში. განსაკუთრებით ქალბატონებს მიმართავ, რომ აქ უახლოესი პერიოდში გექნება შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით, სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ეს მოგიტანთ წოდებას, ეგრეთ წოდებულს რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება და ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, დაწინაურების პერსპექტივა, უკეთესი ვარიანტი, რაც რეალურად მოიტანს ფინანსურ რესურსებს სამომავლო თვალსაზრისით და გამარჯვებები გარდაუვალი იქნება. სწავლაც მათ შორის შემიძლია განვიხილო, აქ რაღაცა ძალიან საინტერესო ეტაპზე გადადიხართ. უახლოეს პერიოდში იქნებით არჩევანის წინაშეც. ეს ისევ სწავლა, განათლების და კარიერას უკავშირდება, მაგრამ ვერ აგიღწევთ რამდენად გამართლებული იქნება ამას თუ გააკეთებთ. აქ არის რაღაცა პატარა შიშის ფაქტორები, ალბათ არჩევანი ზუსტად ამას უკავშირდება, თითქოს გეშინიათ რაღაცა ახლის დაწყება, თითქოს გეშინიათ თუნდაც სამსახურის შეცვლის, თუნდაც ნახეთ ახალი ბიზნესის დაწყების, არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაციები, რომელიც მოდის, რთული იქნება, მაგრამ ღირს იმად, რომ ზუსტად ეს გამარჯვების გვირგვინი დაიდგათ თავზე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ. საინტერესოა. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება პირადში. უახლოესი ერთვის ტენდენციებზე. სადაც არის პაუზა. მოდი ვნახოთ აბა პირადი ურთიერთობები, სადაც პაუზა, იქ რა განვითარება იქნება ურთიერთობებს. ნგრევის ფაქტორებია ძალიან დიდი. ნახეთ, დაპაუზებული ურთიერთობები უკვე ფუნდამენტურ ნგრევებში გადადის, იმიტომ რომ აქედან როგორც თქვენი მხრიდან არის ბრაზი და აგრესია პარტნიორის მიმართ, ასევე არის იქიდანაც. აქ არის ნახეთ პრეტენზიები, აქ არის ეჭვიანობები, აქ არის ხისტი ენერგია, გაურკვევლობები. თვითონ თითქოს იცდის, ნახე, ნაბიჯების გადმოდგმა არ უნდა, ამ პაუზაში უნდა დარჩენა. თუმცა ეს პაუზა მოიტანს ფუნდამენტურ ნგრევებს. რეალურად ბევრ თქვენთაგან თან ახალი ადამიანი ჩნდება. იმპერატორი, ეს არის ძალიან ნახეთ, როგორი ძლიერი პიროვნება, აუცილებლად განვიხილავ ამას, შესაძლებელია ხელმძღვანელი პირი იყოს, ქორწინებაშიც იყოს, იმიტომ რომ ეს არის იმპერატორი და თითქოს ახალი ურთიერთობები უნდა დაიწყოთ. აბსოლუტურად ახალი ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში, ბევრ თქვენთაგან თან ყველასთან არ არის საკვირველია და ეს გადაპაუზებული ურთიერთობები, სადაც უკვე ფუნდამენტურ ნგრევას ექვემდებარება, იქ შენდება ზუსტად ძალიან საინტერესო პიროვნება. საკმაოდ ძლიერი. რაც ნახეთ, ეს ადამიანი მოდის იმისთვის, რომ ეს რაღაცა მტკივნეული ურთიერთობები თუ ეს მტკივნეული ენერგიები, რომლის ტრამვების დღემდე მოყვებათ ურთიერთობიდან, რაღაცნაირად გააქროს თქვენში. ახალი ენერგიები შემოიტანოს, ძალიან მნიშვნელოვანი სექსუალური, ის რაც მაგალითად ქალსა და მამაკაც ურთიერთობაში ჭირდება. საკმაოდ საინტერესო ადამიანი იქნება. ვინც ხართ უკვე ურთიერთობაში და არის გაურკვეველი სცენარი, არ იცით როგორ განვითარდება, მოდი ვნახოთ იქ რა სცენარი იქნება უახლოეს პერიოდში. კარმა თქვენი, ნახეთ, თქვენი შეხვედრა გარდაუვალი იყო. ამ სამყაროში აუცილებლად უნდა მომხდარიყო თქვენი გადაკვეთა. ეს რაღაცნაირად კარმაც არის, ეს რაღაცნაირად გამოცდილებაც არის, ცოტა მტკივნეული, მაგრამ საინტერესო. რეალურად თვითონ დაიწყებს მოქმედებას. ნახეთ, უნდა ეხაც უფრო ნაბიჯები გადმოდგეს, მაგრამ რაღაცნაირად პაუზაშია. თუმცა უახლოეს პერიოდში ერთი კვირის ტენდენციაზე საუბარი აუცილებლად იქნება, ეს არის ინტერნეტ სივრცე, ტელეფონი, ინტერნეტ სივრცე, მესიჯი, ზარი. არაპირისპირ შეხვედრა, აუცილებლად აინახეთ 7-8 დღის ტენდენციაში შეიძლება იყოს, 7-8 რიცხვი შეიძლება იყოს, აუცილებლად გამოდის კომუნიკაციაზე, ცოტა შიში აქვს თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ამოდიხართ კვერთხების დედოფალი.
ეს არის კუდიანი ქალი, ესევე ეძახი ზოგადად, მაგრამ იმდენად გაღრმავებთ შიშიც აქვს თქვენი, იმიტომ რომ ცოტა კუდიანი ქალი ხართ. პარალელურად შიშის ფაქტორი აქვს იმისი, რომ შეგიძლიათ მისი მორჩილება და ამასთან დაკავშირებით პროტესტი აქვს. კვერთხების დედოფალი ძალიან სექსუალურია, ძალიან ვნებიანია, ძალიან ელეგანტურია. ამიტომ აი ცოტა საშიში ხართ მისთვის რა. ყოველ შემთხვევაში მცდელობები უახლოეს პერსპექტივაში ერთი კვირის ტენდენცია, რომ 7-8 დღის ტენდენციაზე აუცილებლად იქნება ამ ადამიანს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს და ისევ თავიდან ახალი ციკლი დაიწყოთ. და შემოთავაზება მოდის მისი მხრიდან. უდაოდ მოდის შემოთავაზება და არც იმას არ გამოვრიცხავ ამ ურთიერთობებში სცენარი და ფორტუნა ისე შემოტრიალდეს, რომ ქორწინების მომენტიც კი დადგეს. ერთად თანაცხოვრება რაღაცა სტატუსი მიანიჭოთ ამ ურთიერთობას, არც მაგას არ გამოვრიცხავ ჩემო ძვირფასებო. ვისთანაც არ არის პარტნიორი, მოდი ვნახოთ იქ რა ხდება, არის თუ არა ალბათობა იმის, რომ ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. კი, ძალიან დიდი შანსია ამის. უზარმაზარი შანსია ამის. ჩემო ძვირფასებო და სხვათა შორის ეს მოგიტანთ ხეთ ღრმა ემოციებს. გულწრფელ და ღრმა ემოციებს მოგიტანთ თვითშეფასებას აგიმაღლებთ ნახეთ რაღაცა ბედნიერების ემოციები მოდის თუ მისცემთ იმის საშუალება საკუთარ თავს რომ ახალი ადამიანი შემოვიდეს უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში და ამერწმუნეთ რომ ძალიან ბედნიერები იქნებით მართლა ხარ ხუმრობ რაღაცა ძალიან ზღაპრული არკანები ამოვიღე მაგრამ აი კიდე უნდა გავამახვილო ამ შემთხვევაში რატომ მომინდა რომ მეთქვა რომ თუ მისცემთ თავისუფლებას ძველი ურთიერთობებიდან არ ხართ ჯერ კიდევ გამოსულები. აქ არის რაღაცა ეგოიზმი, სადაც კიდევ ხართ ჩაბღაუჭებული, არ ვიცი რას ხართ ჩაბღაუჭებულები, თუმცა კიდევ რაღაცა წარსულის ენერგიებთან ხართ მიმაგრებულები, აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ აქედან იმისთვის, რომ გულწრფელი ემოციაც, გულწრფელი ადამიანისა ძალიან დიდი სიყვარული მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ ახლა თუ იმასთან ჯანმრთელობის საკითხი, რაიმე პრობლემატური სცენარია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იქ როგორ განვითარდება სიტუაცია. გადასარევი, ფანტასტიკური. ნახეთ, ქირურგიული ჩარევაც რომ იყოს საჭირო უახლოეს პერიოდში თქვენ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩაილვის ყველაფერი ფანტასტიურად, განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას თუ ექიმი ან ქირურგი არის კაცი. აი, საოცარი შედეგები დაიდება. მათ შორის პლასტიკური ქირურგია სხვათა შორის, თუ ვინმეს გაქვთ გადაწყვეტილი, ფანტასტიკური იქნება. არ შეგეშინდეთ ერთი წუთით. ძალიან კარგი გაშლა ამ მომწონს. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ დროებით. ძალიან მიყვარხართ და არ დაგაუწყდეთ და ალაიქოთ და დააკომენტარეთ ჩემი ვიდეო. დროებით.